მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია და თქვენი თხოვნით დღეს შემოვედი ასეთი თემით, მტრების დილა, გაგვეშალა ცოტა და ვნახოთ აბა დღეს მტრების დილა როგორი გათენდა და ვინ არიან ეს თქვენი მტრები, ვნახოთ აბა. ნუ მეფე პენტაკლები, მეფე ორი მამაკაცი ამოვიდა, კვერთხები, მეფე პენტაკლი, შეიძლება სამსახურიდან, ნათესაობა, ახლო ნათესავები, მეგობრები, ბევრი ხალხი ბჭობენ, თქვენს ფინანსებზე ბჭობენ. ესე იგი, თავიანთი ფინანსები შემოაკლდათ უკვე. იცით რა არის, საიდან წამოიღონ ფული ვის მოყარონ, მაგას ფიქრობენ, იმიტომ რომ ურთიერთობები გაუფუჭდათ თქვენთან ბრძოლაში. ქალბატონს, რომელსაც ესე იგი კაცის გამო იბრძოდა და გებრძოდათ დიდი ხანი, ესე იგი აშენებდა, ასე ვთქვათ, თავის გეგმებს, ხო? არაფერი არ გამოუვიდა და ეს სიყვარულში, ხო? სიყვარულის გამო გებრძვით და რო ეგონა რომ ძლიერი იყო და გაიმარჯვებდა, თქვენ იცნობთ ამ ქალბატონს, თქვენი ფინანსები, თქვენი სიყვარული გადაიზიდა მოგპარათ, მაგრამ თვითონ მიმართა ვიღაცა ძლიერ ადამიანს მიმართა ქალბატონს, შეიძლება ინტერნეტში ტაროლოგ, შეიძლება შეუკვეთა თქვენზე რაღაცა, მაგრამ ის ინფორმაცია ვერ მიიღო, რაც თვითონ უნდოდა და ძალიან დიდ დანაკლისში არიან. აქ თქვენი ოპა სისხლით ნათესავები, ან ვინც ოჯახში ხშირად შემომსვლელია, დავა ექნებათ, აქ კანის დაავადება, გზები ჩაეკეტებათ, თავის შვილებს და ყველას ჩაეკეტებათ გზები, წინ გაწევა აღარ ექნებათ, არაფერში აღარ ექნებათ წინ გაწევა, აი არ არსებობს რა და ეს დავაც არაფრისკენ არ მიდის. ოხ, იმპერატრიცა მარტო არ არის, ძალიან აგრესიულია, შეიძლება შვილი ყავს, მაგრამ მარტოა ეს ხალი, თქვენი იზოლაცია რო უნდოდა, ვაკუუმში ჩასმა, თავის დამხმარე ან შვილთან, ბიჭთან ერთად, ესე იგი თქვენ იცნობთ ამ ადამიანს დიდი ხანია, მაგრამ შეიძლება მერე კავშირი გქონდათ გაწყვეტილი და მერე ისევ თქვენ შეეხმიანეთ, ესე ჩანს, თქვენ შეეხმიანეთ. ასევე ჩანს რომ ესე იგი ხო თქვენს პირად ცხოვრებაზე მოუყევით რომ ცუდად ხართ და არ მიგდით საქმე კარგად ავამტყოფობთ და ამ ქალმა ესე იგი ნუ უსასრულობაში გამოიყვანა ეს ყველაფერი. იცით რა არის, მამაკაცი ამოდის, რომელიც მარტო დგას, კი, მეორე მამაკაცი, ბრძენი როგონია თავისი თავი, ამ ქალს ვიღაცის შეკვეთას აკეთებს, კიდე მამაკაცი ამოდის, რომელიც თქვენს ბიზნეს, ფინანსებს და სამსახურს არის ესე იგი ჩაყარაულებული, აი ეხლაც იწმინდება, წმენდებს აკეთებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდის, ოჯახში აქვს დიდი დარტყმები, თქვენ რო გარტყავთ, ეხლა უკუ დარტყმები მისდით, სერიოზული გაჩერება აქვთ ცხოვრებაში. თქვენი ფორტუნა რომ მოპარვა უნდოდა და გპარავდათ ფინანსებს, ფორტუნას, ეხლა თვითონ ეკარგებათ ეს ყველაფერი. აბა ეხლა ვნახოთ კონკრეტულად რა როგორ დაისჯებიან თქვენი მტრები მაღალი ძალებისგან. აბა ვნახოთ აი რასაც ჯადოობდნენ, აბა როგორ დაისჯებიან ისევ ოჯახის წევრები, ნათესავები, აჰა რა გინდათ. ან თქვენ ოჯახში შემომსვლელები, სიყვარული აღარ ექნებათ, ეს დემონები, რასაც თქვენ გიშვებდნენ, უკან მიუვიდათ, სიყვარულში დაისჯებიან, განხეთქილება აქვთ ოჯახში, დაცვები თავს იცავენ, მაგრამ ბუმერანგით, ესე იგი სამწუხაროდ შვილებზე დაისჯებიან, მაღალი ძალებისგან. მამაკაცი დაისჯება, ფინანსებში სერიოზული კრახი აქვს, სამსახურიდან გამოაგდებენ, ესე იგი ბედის ბორბალი უკან დახევით მიდის, ოჯახში სერიოზული დაიწონა აქვს, ფინანსების კარგვა აქვს, უფრო გასავალი აქვს, დარბის ვისგან ისესხოს ფული, შორიდან ელოდება ვიღაცა მამაკაცი კიდე, ესე იგი
ფინანსებს კონტრაქტი აქვთ დადებული, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. აბა კიდე ვინ სრული ნგრევა, ავადმყოფობები, ესე იგი იმუნიტეტის დაკარგვა, უფულობა, უსახსრობა, კიდე ამოდის, ეს კიდე მეორედ ამოვიდა, ესე იგი ფორტუნაც ამოდის, ბედის ბორბალიც, სამწუხაროდ ხო შაბაში იყო აქ ხარშავენ რაღაცებს, ჯადოქრობდნენ და ეს ამ ყველაფრით დაისჯებიან, ისევ აი წმენდებს აკეთებენ, მაგრამ უფალი მაღალი ძალები არ აძლევთ საშუალებას, რომ დაექვემდებარეს წმენდა არ გამოსდით და რა თქმა უნდა თვითონვე იხრჩობიან აი ამათთან, აი უკან ყარაული როზის მიხვდით ხო? ესე იგი ფსიქოლოგიური შეტევებია და დაისჯებიან, აი ეს ვერხოვნაე ჟრიცა დაისჯება, უკაცრავად და მამაკაცი კიდე ეს შეიძლება თქვენი იგივე სისხლით ნათესავი იყოს, თქვენი ნათესავის ვიღაცა ან იცით როგორ ოჯახში შემოსული, ხო, ოჯახში შემოსული, აი ტყუილი ურთიერთობით რო იყო, ტყუილი ურთიერთობა რო უნდა დააეგო, შავი წიგნით რო კითხულობდა, გამარჯვება არ ექნებათ, გასულელდებიან და ესე იგი წაგებაში იქნებიან, აი ესეთი დასჯა ექნებათ. მოდი ახლა ვნახოთ შავი კატები საყვარლები რას გვეტყვიან, ეს კარგად არის ატუსული, ძალიან კარგად, უბრალოდ აი ესე თქვენს წინ მაინც ავიღებ. აჰათ. ეხლა აბა რას აკეთებენ კონკრეტულად და მე აქ რასაც ამოვიღებ, ხო? ნუ კნიგინია ქალბატონი ამოვიდა, ხო თქვია რა, რომელსაც უყვარს ყველაფერი ლამაზი, მატერიალისტია, ძალიან ესე იგი თან ნაწყენია, რომ არ გამოსდის ის, რომ უყურეთ, აი ვერ წავიდა წინ ეს რაც თქვენს მზეს იპარავდა, გზებს იპარავდა, უყურეთ, ეხლა თქვენს ტვინში რომ აი ამ ბურუს მორაქს გიშვებდათ ხო და ეს კაცი და ქალი ამოდის ერთად, რომლებიც ძალიან ცბიერი ადამიანია ეს კაცი, ვითომ ესე იგი თქვენი აი ამ ეშმაკური მელაკუდასნაირი მატყუარა საქციელით უნდა რომ ესე იგი გაეფუჭებინეთ, კიდე რას აკეთებდნენ, ძალიან ესე იგი თამაში გადაითამაშეს პირი იგრალის მიხვდით, ძალიან დიდი ხანი თამაშობდნენ და აი ამ თამაშით აი ეს წინააღმდეგობები, აი ეს თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი გზები, აი კანზე რო დაავადებებს და ჯანმრთელობაზე რო გიკეთებდნენ აი ამ ყველაფერს, თქვენს მონეტებზე გიკეთებდნენ, თქვენი სიმდიდრე უნდათ გულზე ჯადოს, ნახეთ აჰა კიდე მეორე სიყვარულზე ჯადოს, პორჩას ჩაკრებს გიკეტავენ, ესე იგი მოჩვენებები პირდაპირ კუბოზე მუშაობდნენ, გზაჯვარი დინებზე მუშაობდნენ, საიდუმლოაო მითხრეს, აღარ გააგრძელოვო, საკმარისად ისაუბრეო და ყველაფერში აქვთ, ესე იგი როგორ იცით, აი ესე ნგრევა აქვთ, აი ესე ჩამოიმსხვრევიან ყველაფერში და მე და თქვენ წინსვლა გვექნება და გახარება გვექნება. კარგით, ეხლა ვნახოთ, აბა მადლობა კატუნიებო, ვნახოთ, ეხლა აი ამით დავამთავროთ, ესეც ატუსულია, აი ესე ვიზა უბრალოდ რომ ძალიან პრიალებს ეს საყვარლობა. და რა ბუმერანგი მიუვათ, ხო? ნახოთ, რა ბუმერანგს გაუშვებს აი ამ დილით. ნუ ლისა, აბა ლისა, ნახოთ რა ლისა და ლუნა. ხო თქვია რა, ესე იგი, ვიღაცა ძალიან ეშმაკობს თქვენთან, იმაშვრება ეკლესიაში დადის, უნდა რომ ზიარება ჩააბაროს მიხვდით, მაგრამ არ გამოსდის, უფალი მაღალი ძალები აღარ აძლევენ, ეს ქალი ამოდის, ქალი, რომელსაც ესე იგი კანზე დაავადებები აქვს, აი ესეთი ბუმერანგი წავა, რა სულებსაც იძახებდა, აი სულები ჭამენ, კუკლავუდო ამოვიდა და კუკლავუდუზე ესე იგი
ენერგია ეცლებათ, რომ მუშაობდნენ, უკან არაფერი აღარ გამოსდით. აჰა, ხო გითხარით, არა, აქაც და აქ მიდიან ეკლესიებში, ლოცულობენ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით. თქვენზე ლოცულობდნენ, რომ თქვენ მომკვდარიყავით, ცუდად ყოფილიყავით, ცუდი რაღაცები დაგმართოდათ, კოპირებას აკეთებდნენ. ეს რა არის, აი დააძალებს უფალი, რომ უთხრე, რომ ესე იგი ძალას ხო გამოაცლიან, აღარ ექნებათ და მაღალი ძალები და დაწვებიან, მიხვდით ხო? ძალაუნებურად, სხვა გამოსავალი არ ექნებათ, სახლში ექნებათ ეს უბედურება. ვაუ, ამას არ ველოდი, ეს იშვიათად ამოდის, ნუ ვეძებო ეს, ნუ პირდაპირ პენტაგრამა დაარჭო თვითონ მაღალმა ძალებმა, ოჯახში, სახლში დაწვებიან, ვეღარ ადგებიან, რაც თქვენთვის ისურვა. იცით რა არის? ორივეს, ესე იგი, წყვილებში, წყვილი ვინც იყო, დაინგრევა მაგათი ურთიერთობა, ოჯახები დაენგრევათ. და იცით რა არის? ვიღაცა გაცივდება მაგათი ურთიერთობა, ვიღაცა აი ეს ცივი ქალი, აი ეს წული ქონდათ, თქვენ ჩამოგაფარეს, რომ აი გამომწყდეული იყავით, მიხვდით ხო, თითქოს თავი გაქვთ დაბურულიო და ძალიან ცუდ კარგ ამბებს ელოდებოდნენ სათავისოდ, მაგრამ ვიღაცა ხაზაენი მამა არის, მამაც ამოვიდა, შეიძლება ერთად მუშაობენ, მიხვდით ხო, ოჯახში, აი ეს მამის ან მამაზე რაღაცა ძალიან ცუდი ამბავი ამოვა, იცით რა არის? ამით დავამთავრებ, ეს კარგია, იმიტომ რომ ხაზაენი და ხაზაიკა ამოვიდა, ესე იგი ოჯახში ძალიან ცუდ ამბებს მიიღებენ, აი ძალიან ცუდ ამბებს მიიღებენ, ძალიან ცუდ ამბებს. მადლობა უფალს, მადლობა მაღალ ძალებს და მე არ გემშვიდობებით, გეტყვით მომავალ შეხვედრამდე და იყავით ჯანმრთელები და გაიკეთეთ გაწმენდები, წმენდები ჩემ არხზე და მიხედეთ თქვენს ცხოვრებას. ნახვამდის.